მოგახსენებთ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, განაჩენის დასაბუთებული ვერსია ჩაგვარდებათ კანონით გათვალისწინებულ ვადებში. სააპელაციო პალატამ იმჟელადა დაადგინა მსჯავრდებულ გიორგი ბაქშიაშვილის ადვოკატების ლევან მახარაშვილისა და დავით ჯანდიერის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი, განაჩენი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად და შედის კანონიერ ძალაში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ასევე მსჯავრდებულს განემართოს, რომ მას აქვს უფლება შეწყალების, რისთვისაც შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. საქმის განხილვა დასრულებულია, ნახვამდის.